სააკაშვილმა დაწერა პოსტი, რომ ლევან ხაბეიშვილს დაიჭერენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდები. რას უკავშირდება ეს პოსტი? რამე ინფორმაცია ხორდა? ჩვენ ამასთან დაკავშირებით გქონდა ინფორმაცია, პრინციპში ამაში ახალი არაფერი არ არის, ხო? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორი აქტიური ახლა არის ლევან ხაბეიშვილი და იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნება ვერ ახერხებს გაარკვიოს, საიდან აქვს ლევან ხაბეიშვილს წინასწარ ეს ინფორმაციები რა ხდება ქართულ ოცნებაში. ლევან ხაბეიშვილი არის ადამიანი, რომელსაც სააშკარაოზე გამოაქვს ის ყველაფერი, რაც ხდება ქართულ ოცნებაში. ცხადია, რომ ეს რეჟიმისთვის არის პრობლემა. რეჟიმისთვის ზოგადად ნაციონალური მოძრაობა არის ასევე პრობლემა. 13 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის რუსული რეჟიმი და პირველივე დღიდან გაცხადებული აქვს, რომ ნაციონალური მოძრაობის გაუქმება არის მისი მთავარი მიზანი. ამიტომაც ამაში არაფერი ახალი არ არის. 13 წლის განმავლობაში მე ვარ დაახლოებით 6-ჯერ დაკითხული სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, მათ შორის გახსოვთ ალბათ და მაყურებელს ემახსოვრება ეგრეთ წოდებული საბურავების საქმე. შესაბამისად, არც ერთ ეს გამოძიება არასოდეს არ მისულა ბოლომდე. ჩვენ ვიცით, როგორი არის ქართული ოცნების მეთოდები, როდესაც ადამიანის გაჩუმება უნდა ნაციონალური მოძრაობის და საზოგადოების დაკომპლექსება უნდა. ამიტომაც ჩვენ ეს ინფორმაცია ბოლო 2 კვირა გვაქვს, რომ მსგავსი რაღაც მზადდება, თუმცა როგორც არ უნდა იყოს რეჟიმის ცდელობა ხაბეიშვილთან მიმართებაში, ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, როგორც 13 წელი ჩვენ ვაგრძელებდით რუსულ რეჟიმთან ბრძოლას, ზუსტად ისე გავაგრძელებთ. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეა. იმას მეკითხები, ადგილობრივი თვითმმართველობის იზიარებს სრულად იმ პოზიციას, რა პოზიციაც ჩვენ გვაქვს. მას უკეთებია ამაზე არაერთი განცხადებები, მათ შორის თავის Facebook გვერდზე შეგიძლია ნახოთ და პარტიის Facebook გვერდზეც მისი საჯარო განცხადებები, სადაც ის საუბრობს ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, რატო არის შეცდომა და რატო არის დანაშაული. რატომ მაინც სახელმწიფო გადატრიალების ბრალდები? იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილის რისის ეშინია არის ზუსტად ეს. აი ხა 13 წლის განმავლობაში იგივე კითხვა დაუსვით აბა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. რა ყოველ ჯერზე რატო იწყებდა ამ მუხლით ის გამოძიებას, რომელიც მერე არაფრით არ ვთარდებოდა. საერთოდ და ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ საზოგადოება უბრალოდ დაეშინებია და შეთქმულების თეორიები მოიწყო. ამას თავისი მიზეზი აქვს. ამის მიზეზი არის ის, რომ რეჟიმს ეშინია ყველა იმ ადამიანის, ვინც წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს. და ჩვენ გვითქვამს არაერთხელ 13 წლის განმავლობაში და ვამბობთ ეხლა, რომ ჩვენ რეჟიმის დამარცხებას და რეჟიმი ასე სრულდება. წარმოგვიდგენია შვიდობიანი წინააღმდეგობით ქუჩაში, მრავალათასიანი პროტესტით, მაგრამ შვიდობიანი წინააღმდეგობით, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმ სცენარისგან, რაც სცენარის დადგმაც ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას უნდა. მათთვის პრობლემა არის ლევან ხაბეიშვილის ეს აქტიურობები, მათთვის პრობლემა არის ლევან ხაბეიშვილის მოწოდება წინააღმდეგობაზე და მათთვის ასევე პრობლემა არის ყველა ის დაანონსებული თარიღი, რომელიც წინ მოდის. ამიტომაც ერთადერთი ამას შეიძლება უკავშირდებოდეს ეხლა ეს ცდელობა და ვიმეორებ, რომ ლევან ხაბეიშვილიც ნაციონალური მოძრაობის თითოეული ლიდერი, ნაციონალური მოძრაობის თითოეული წევრი. ჩვენ მზად ვართ, ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ გაცნობიერებულად, ვიცით რა რეჟიმსაც ვებრძვით, როგორიც არ უნდა იყოს რეჟიმის ქმედება ჩვენს წინააღმდეგ, ამით ვერავის ვერ გააჩერებს, ამით ვერავის ვერ დააშინებს.